ხართ? როგორ გიკითხოთ, როგორ ბრძანდებით? დაიწყო ჩვენი შემდეგი ვლოგი 11 მაისის. სავარცხელი დავკარგი, არ ვიცი, სად არის ჩვენი ჩვეულებრივი ადამიანური სავარცხელი და ამის თმა როგორ უნდა დავვარცხნო, არ ვიცი, მაგრამ ვეცადოთ, რომ ოდნავ მაინც ჩამოვივარცხნო. სახლი არ დამილაგებია ჯერ საერთოდ, ნახეთ. აყრილი, დაყრილი, ყველაფერი იქითაც. არაფერი არ გამიკეთებია, ჯერ მარტო ყავა დავლიე, ლილევას აუზმე და ლიზასაც ვაჭამე და ქლიავის პიურეც ვაჭამე. რა ძალიან და მე ერთ საათში ქლიავის პიურეც ვაჭამე. ქლიავის პიურე ძალიან ეხმარება დიდსაც და პატარასაც, იცით, რომ კუჭის მოქმედებაში ლიზას ცოტა პრობლემები აქვს შეკრულებასთან დაკავშირებით და ძალიან ეხმარება ქლიავის პიურე. ვყიდულობ, ზოგჯერ ვყიდულობ, ზოგჯერ თუ მე აქ სახში მე ვუკეთებ, თუ არა და ვყიდულობ ორგანიკ ქლიავის პიურეს დანამატების ყველაფრის გარეშე აბსოლუტურად უბრალოდ ქლიავის პიურეს. დარჩენილი, ეხლა ჯერ პირველ რიგში ლოგინს მინდა გადავაკრა თეთრეული და შემდეგ უკვე მივხედო სხვა საქმეებს. როგორც მიდის რა ჩემი დღე? 24 საათიანი მინდოდა ვლოგი, მაგრამ რახან ლიზა ღამე ერთხელ იღვიძებს. მგონი რომ აზრი არა აქვს. 24 საათიანი იქნებოდა საინტერესო ალბათ მაშინ, როცა ჩვილი იყო და ღამე 1-3-4 ჯერ იღვიძებდა. ხო და ეხლა ერთხელ იღვიძებს ღამე და რავი, მე მგონი არა აქვს აზრი რომ ღამეც გადავიღო. ასე რომ ჩვეულებრივად 11 მაისის ვლოგი გადავიღოთ და თან ნახოთ, იცი რა, ესე რომ გადავიღებ ხო, მაგალითად ივნისში დამერიცხება ხელფას. ეხლა მაისშიც დამერიცხება, მაგრამ მაისში დამერიცხება ცოტა, იმიტომ რომ არაფერი არ მიკეთებია. აპრილში მე YouTube-ზე. ხო და ივნისში რომ დამერიცხება, ვნახოთ აბა აი ესეთი სისტემატიური მუშაობით რა თანხას გამოვიმუშავებ ერთ თვეში დაახლოებით, ხო? 3-4 კვირაში რა თანხას გამოვიმუშავებ. ძალიან გამჭირვალე იქნება, გეტყვით თქვენც. ასე რომ შევუდგეთ ახლა საქმიანობას. და მერე შენ მაღაღაჩო რარი პამპარაპამ ბავშვი დავაცინე ხო კაი მე არც დამივდივარ ამიხარია ეხლა ჩვენ უნდა გავწმინდოთ გაზი უნდა გავწმინდოთ ეს მაგიდა რომელიც კი არა გასაწმენდი კი არა გასახეხი მაგრამ თქვენთან ერთად რა ვიცი რას გავაკეთებ არ ვიცი როგორ გავაკეთებ არ ვიცი ვაი თუ გაინტერესებთ თუ არა ეს ყველაფერი არ ვიცი შევუდგეთ საქმეს თქვენ რას აკეთებთ ამ ვლოგის ყურების დროს დამეკომენტარეთ აუცილებლად
ესე იგი, ჭურჭელი დავრეცხეთ, გაზი გავწმინდეთ, იატაკი მოვწმინდეთ, მაგიდა გავწმინდეთ და ლიზას სუპი დავუდგი, იმიტომ რომ უკვე მალე გაიღვიძებს. ეხლა ბევრი საქმე დამრჩა, რა თქმა უნდა კიდევ, მაგრამ ვისვენებთ და თუ ლიზა მეორეჯერ დაიძინა, უკვე მეორე ძილის დროს გავაგრძელებთ საქმეებს. ყავას ვერ გავიკეთებ, იმიტომ რომ ცივი ყავა მინდა და ლიზა გაიღვიძებს მიქსერის ხმაზე, სანამ ქაფს ამოვიყვან, ასე რომ მე მგონი ცხელს დავლევ ისევ თუ მოვასწარი. და თან სერიალს ვუყურებ. ესე მიდის ხოლმე ჩემი დღეები. ხშირ შემთხვევაში, რასაც თქვენ ხედავთ, ეს 2 დღეა. ვლოგებში აი ეგრე მიდის ჩემი დღეები. Если будет спор, пострадают все. Ты умный человек. Разбираешься в торговле. Всему свой черед. Пока что не будем проводить приговор в исполнении. Ой, Гугу. Итак, господа, Твои раны заживают. Основная нож, возможно, задел кишечник. я чувствую себя прекрасно. В состоянии уйти отсюда. Если не сделать операцию, инфекция распространится. Гастролди? Шеф в пролете, господин поставил его на место. Шеф согласился заплатить. ესე იგი, მინდა ლიზას გვეძინა. და 1 საათ გვეძინა რა სადღაც, მეორე დღის მეორე ძილზე მეც დავიძინე ლიზასთან ერთად. ხო და ეხლა მინდა რომ ლილეს რაღაცები ვკითხო ლიზაზე, როგორც უფროსი დისპოზიცია, რო გავიგოთ, რამდენად მიყვარს. მიყვარს. ლილესაც უკავია მიკროფონი და ვკითხოთ ეხლა, მე მგონი იქნება ძალიან საინტერესო რაღაცეები ლიზაზე. ესე იგი, როცა მუცელში იყო ლიზა. როცა მუცელში იყო. ხო. შენ რას ფიქრობდი მაშინ? როგორი ბაია იქნებოდა? ვინ გინდოდა რომ ყოფილიყო ჯერ თავიდან, აი რომ მითხრა, ბიჭი ბაია გინდოდა თუ გოგო ბაია? მე მინდა რომ თუ გოიო იყოს, იმიტომ რომ გოგოები, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს გოგოები, როცა ლამაზიან და როცა გოგოებია მე არ ვიცი თუ ბიჭია მოვიდა. მე არ ვიცი თუ ბიჭია თუ გოგო მე როცა ქვენი, მაგრამ და მე დამავიწყდა ყველაფერი თუ გოგო არის თუ ბიჭი, მაგრამ მე მასხოს. ანუ საბოლოო ჯამში გოგო გინდოდა თუ ბიჭი? Sister თუ brother? Sister. აჰა, გასაგებია. დედიკო რო წავიდა ექიმებთან უკვე რომ უნდა მუცლიდან უნდა ამოიყვანათ ლიზა. შენ ნერვიულობდი, ხო? მე როცა მამიკომ წამიყვანა კლინიკაში, რომ ბაია უნდა ამოიყვანათ მუცლიდან. შენ რას ფიქრობდი მაგ დროს? ნერვიულობდი? ხო, ძალიან ნერვიულობდი, რომ მე მგონა რომ სტიჩი ქენი რომ გაგიჭერებენ მუცელი. შენ გეგონა რომ სტიჩი იქნებოდა ჩემ მუცელში? არა, რომ ბაია როცა ამოიღებენ. მე ნერვიულობდი თუ სტეიკი გააკეთებენ. კაი, გახსოვს რომ მოხვედი კლინიკაში და ხო, პირველად რო ნახე ლიზა. ხო. რო დაინახე ლიზა. აი რა იფიქრე მაშინ? მოგეწონა თუ არ იყო მაშინ ლამაზი და საყვარელი? პირველად რო დაინახე. იყო ლამაზი, მაგა თვალები. ცოტა weird იყო. თვალები არ იყო ლამაზი, ხო? არა. მე ჯობია როცა გახელიოს. მაშინ, აჰა, გასაგებია.
რას მეტყვი ლიზას სახელზე? როგორ მოგეწოდა ლიზას სახელი, ლიზას name? კარგი სახელია თუ შენ სხვა რამე გინდოდა რომ რქმეოდა ლიზას? კარგი სახელია. მოგწონს ლიზა? შეგიყვარდა ძალიან? ხო, როგორ არა? ნერვებს გიშლის ხოლმე ლიზა? აი გაბრაზებს ხოლმე, უთხარი ახლა ბავშვებს, რა დროს გაბრაზებს ხოლმე შენ ლიზა? მე როცა ვეთამაშები სათამაშოებით მაინც ტირის. კიდე რა დროს გაბრაზებს ხოლმე? როცა რაღაცა არ მაცად. დაიკავიდე. როცა არ მაცადებს რაღაცა რომ მეოქნა. როცა გიშლის. შენ მითხარი. რას? რა გითხარი? რაღაცები მე როცა რაღაცა უნდა ჩავთო. როცა გეუბნები რომ ცოტა ხანი ლიზასთან იყავი მეთქი და ხელი არა, შენ როცა ლიზასთან თქვი და შენ ლიზასთან რომ მე ვიყო და შენ მითხარი მე რომ რაღაცა ქნა და მე ლიზა ტირს და მე მაცადებ შენ და შენაც მითხარი რომ მე უნდა ვქნა და მაინც კარგი, ეხლა ცოტა ხანში ლიზა რო შენ ოთახში გადმოვა. ცოტა ხანში ხო შენ ოთახში უნდა დაიწნოს ხოლმე სულ. რა აზრის ხარ მაგაზე? მე ყოლა არა თქვი. ანუ არ გინდა რომ გადმოვიდეს შენ ოთახში ლიზა? No. ჩვენ ხო თავიდან ვერ შევთანხმდით რომ ლიზა რო 1 წლის გახდება, შენს ოთახში წაწოლს დავდგა. აი, მაინც შენ ხეთრები. მე ყოლა არ თქვი. ხო. შენ იმიტომ არ გინდა რომ ღამე იტიროს? ღამე არ იტირებს ლიზა, ხო უკვე დიდია დე. პიდები? კი, და სამ თვეში კიდე უფრო კარგი გოგო გახდება და არ იტირებს ღამე. მაგ შემთხვევაში თანახმა ხარ? რა? მაგ შემთხვევაში თანახმა ხარ? გადმოვიდეს დაბუდგა საწოლი? დღეს არ, მარტო როცა 1 წლისია. ხო, როცა 1 წლის გახდებ. და ბოლო შეკითხვა მაქვს შენთან. გინდა კიდევ ბაია? ახალი ბაია რომ მოვიდეს, აი მაგალითად ბიჭი ბაია. მე ყოლა თქვი არა. No more baby, right? No. Okay. ანუ მარტო ლიზა და всё, მეტი ბაია? ხო. კარგი. ეს იყო მეგობრებო, არ ვიცი, რავი, ბევრი რამის კითხვა შეიძლება კიდევ. თუ რამეა მეორე ნაწილიც ჩავწეროთ, თქვენ თუ გაგვით ლილესთან კითხვები, სიამოვნები დავუსვავ. ეს იყო მოკლე მონახაზი ლილეს დამოკიდებულება ლიზასადმი. ერთი ბავშვი დავაცინე. ეხლა არის ზუსტად 11 საათი. საერთოდ არა ვარ დაღლილი. აი, საერთოდ გინდა ეხლა, აი წავში გათენდეს და დღე თავიდან დაიწყოს ისეთ ენერგიაზე ვარ. აი, საერთოდ არ ვარ დაღლილი. ეხლა უცებ წყალს გადავივლებ და მე ლილეს გარდერობი უეჭველი უნდა დავალაგო და ლილეს უნდა წავუკითხო ზღაპარი. როგორც ყოველთვის. და ლილეც მას უნდა დაიძინოს. სოსო ჯერ არ მოსულა, ალბათ 12-ისკენ მოვა, არ ვიცი. ასე რომ გადავივლებ ახლა, სანამ ოდნავ ენერგია დამრჩა და ცოტა ენერგია მაქვს დარჩენილი გარდერობისთვის. მიჯდება მიკროფონი და იმედია ბოლო ამ ვლოგისთვის ბოლო წუთებს ჩავწერ და არ გამეთიშება. ზემოდან ეს მხრებზე ესეთი მაიკა მაცვია და ცოტა ისე ჩანს თითქოს არაფერი არ მაცვია და ხომ გონიათ რომ მოკლეა, მაგრამ შიგნიდან შორტია თუ როგორ არის ვიდეო? так, მოვედით ახლა როგორც იქნა ლილეს გარდირობამდე, სანამ დაიძინებს და შუქს ჩავუქრობ. უცებ რომ მივალაგო. თქვენ გონიათ დიდხანს ეყოფა ეს მილაგებული? არა. ძალიან ცოტა ხანს, ეს უკვე პატარა აქვს. სამწუხაროდ. ესეც მაღლა შევინახოთ. ეს ვუყიდე. ეხლა ხანს ბებიაჩემ ფული აჩუქა და ერთ-ერთი ეს ვუყიდე. ნახეთ, ესეთი შორტია, წინ ეს ჯიბეები აქვს.
ესეთი და ესეთი მაიკა. ფორმა დასახება ექნება თან ლილე ზაფხულში თქვენთვის არ მithქვამს რომ ლილე ზაფხულში სკოლაში ივლის. ხო და მოკლედ აგვისტოს 13-მდე ივლის, ანუ 1 ივლისიდან აგვისტოს 13-მდე ივლის. ეს ორეული ვუყიდე. კიდე ვუყიდე ესეთი შორტი. ესეთი მაიკა. თან დავალაგოთ და რო შემხვდება ნაყიდი გაჩვენოთ. ეს ორეული. ეს წითელი მაიკა წინა ვლოგში კი ეცვა. ესეთი აღარა მოვატრიალებ ხა იცით. ეს პატარა აქვს. მე მოვახორმე სკოლიდან შეტენის, შემოტენის. ხო ეგრეა დე? ხო. ესეთი ჯინსის შორტი. წითელ მაიკასთან ძალიან საყვარლობაა. კიდე უნდა იყოს წითელი მაიკა. გამოვატანე წეხლა. იქით არის მოვიტანე. ვიცით რა მაღაზიანებს ყველაზე მეტად ყოველ საღამოს რო იატაკზე ყრია განზომელი რაოდენობის სათამაშო. ლილესი და ლიზასი. ზალაში ლიზასი, ამის ოთახში თავისი. ესეთი მაიკა. წითელი ფერები უხდება და თან რავი, მე მიყვარს ძალიან. თვითონაც ძალიან უყვარს. ხო და აი ეგ ყოველ საღამოს აი ისე მსტრესავს ეგ რომ აი ეს სათამაშოები ყოველ საღამოს ასალაგებელი რო არის. ხვალის შემდეგ უკვე ვუშვებ სკოლაში 4 შაბათს. ძალიან დიდი მადლობა რომ მიჭერთ მხარს ყოველდღიურ ვლოგებში. ერთი გოგონას კომენტარი მინდა წავიკითხო, აი განსაკუთრებით სამოტივაციო იყო ჩემთვის. მიკროფონსთან ვუყურებ, არ გამეთიშოს დასატენია. და მინდა რომ თქვენც წაგიკითხოთ თუ ვინმეს არ წაგიკითხავთ. რა თქმა უნდა, ეხლა ჩემ კომენტარებს არ მგონია ყარაულობდეთ. თუმცა ეგეთებიც იქნებიან ალბათ. ხო და მინდა რომ წავიკითხო. ანა ერქვა, ანა. ყვითელი გულები ვინც დამიწერეთ, უღრმესი მადლობა. წავიკითხავ ანას კომენტარს. კომის დაუწერიათ. კაი, მაშინ ყველასაც წავიკითხავ უცებ, იმედია მიკროფონი მეყოფა. მაგრამ ჯერ ანასას. მე მიყვარს ყოველდღიური ვლოგები. ერთმანეთს გავდეს რა. ცხოვრება ესაა და ყოველდღე სხვადასხვანაირი ვერ იქნება. ვფიქრობ, ვისაც უყვარვართ, მათ ჩვენი ნებისმიერი მდგომარეობის მიღება შეუძლიათ. ძალიან, აი, აბსოლუტურად გეთანხმები. და არა ის, რომ ერთმა რომ დამიწერა, რომ იცი რამე, იმიტომ ყავდი გამოწერილი, რომ რაღაც მხიარული იყავი და ეხლა ძალიან მოშეწყენი გახდი და პაკა. ანუ
ბოდიში, მაგრამ კლოუნი ვერ ვიქნები სულ. ასე რომ არ იფიქრო ასე, მაგალითად სხვადასხვა თემებზე საინტერესოდ საუბრობ ხოლმე და მომენტებში ეგეც გამოგადგება კადრის შესავსებად. ძალიან ესე დაფიქრებულად რაღაც ნაფიქრი კომენტარია და ძალიან დიდი მადლობა. დღეში 15-20 წუთიანიც რომ იყოს, მე რა აქტივი გაიზრდება, ნახვაც მოემატება, გამომწერებიც და ასე შემდეგ. მოკლედ წარმატებები და მოყვები ყოველდღე აქ ვარ. უღრმესი მადლობა, რომ ყოველდღე აქ ხარ და ჩემს ყველა ვლოგს უყურებ. ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის და დანარჩენებს კიდევ. ნათია მარკოიძე, გამარჯობა ლიკუნა, როგორ მიხარია შენი ვლოგები, ბედნიერება და წარმატება შენ საყვარელ ოჯახთან ერთად. უღრმესი მადლობა ნათია. Store new store, ბედნიერი გოგო გაგიზარდოს, ლილე გოგო გაიხარე, მადი გულებისთვის მადლობა. სალომე, მშვიდობაში ლილე გოგო საჩუქარი, ისე მეც არ ვიტყოდი უარს ეგეთ სამზარეულოზე, გამეხარდა კიდევ ერთი ვლოგიო. სალო, ჩემო გოგო, მადლობა. სამზარეულო ნამდვილად კარგია. ლილე, ლიკუნა, ძალიან ყურადღებიანი მშობლები ხართო. ძალიან დიდი მადლობა ირინა გუდური. შენ ყველაფერს შეძლებ ჩემო გოგო, მადო, ძალიან მიყვარხარ. თათია მეგუთნიშვილი, ლიკუნაო და ყვითელი გულები. ძალიან დიდი მადლობა რომ ბოლომდე უყურე თათია. ეკა ესაკია, ლიკუნაო, ეკა მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი. სოფო, მადლობა გულებისთვის, ყვითელი გულებისთვის. მარიკა პანაძე, როგორი ფუმფულა ბარკლები აქვს ლიზა საყვარლესი. კი. მადლობა. ზოია თუაევა, ყვითელი გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა. ბარბარე, უღრმესი მადლობა. რუსუდან კახიძე, ყვითელი გულებისთვის ასევე დიდი მადლობა. მარინე სტიკერებისთვის მადლობა. ხათუნა წაკაძე, მადლობა რომ ბოლომდე უყურე და ყვითელი გულები დამიწერე. ხათუნა, მადლობა. მე არ მიჩანს ლიკუნა ეგრილაკი და რა რომ რატომო ალბათ ისა ნათია მარკოიძე არ ვიცი ზოგიერთებს ცენქსღილაკი რატო არ გიჩანთ თქვენ სიმართლე გითხრათ არ ვიცი ChatGPT დაიხმარეთ გთხოვთ ChatGPT დაიხმარეთ ხოლმე ეგეთ შემთხვევებში კითხეთ რატომ არ გიჩანთ და შეიძლება დაგაკვალიანოთ მაკარე ხვიაშვილი მადლობას მაგრამ ვისაც არ გიჩანთ ხალხო ერთი წამითაც არ იფიქროთ მაგაზე სალომე მადლობა რომ ბოლომდე უყურე მაკა მადლობა ლიზი ჯანჯღავა მადლობა რომ ბოლომდე უყურე დი ჩემო გოგო მიყვარხარ ძალიან მადლობა რომ ბოლომდე უყურე თამილა გიანაშვილი მადლობა რომ ბოლომდე უყურე მადი მადლობა რომ ბოლომდე უყურე და ნათია მარკოიძე მადლობა რომ ბოლომდე უყურე უღრმესი მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ და კიდევ განსაკუთრებით მათ მადლობა ვინც რეკლამების გათიშვის გარეშე უყურებთ თუმცა მე მაგალითად ნებისყოფა არ მყოფნის ხოლმე რომ რეკლამის დამთავრებას დაველოდო ასე რომ ვინც თიშავთ პრობლემა არ არის ხალხო მესმის მე თქვენი მეც ვერ დაველოდებოდი ეხლა მინდა რომ დაგემშვიდობოთ ჩემო კვილებო ვინც ვლოგს ამ წამამდე უყურეთ ძალიან გთხოვთ და მეკომენტაროთ თაიგულის სტიკერები ემოჯები ასე რომ შემდეგ შეხვედრამდე ხვალ ღვთისწყალობით ისევ დაიდება ახალი ვლოგი მინდა რომ მივეჩვიო ამ რიტმს და თქვენც მიგაჩვიოთ კოცნით ძალიან ბევრს უღრმესი მადლობა ვინც ჩემთან ხართ ვინც მელოდებით და ვინც ასეთ მოსაწყენ ვლოგებს ზოგჯერ მოსაწყენს უყურებთ ხოლმე თუმცა გპირდებით რომ ძალიან მალე ისეთ ამბავს გიმზადებთ რომ ძალიან ბევრი საინტერესო თემა გვექნება განსახილველი ასე რომ დაელოდეთ ლოდინი ამად ღირს ბევრი თემა გვექნება ბევრი ასეთი სიტუაციები გვექნება განსახილველი ბევრი თქვენს თავს ამოიცნობთ ბევრს შეიძლება გაგიკვირდეთ ბევრი შეიძლება არც მოგეწონოთ ჩემი ეს გადაწყვეტილება თუმცა გზაშია ახალი ამბავი და ბევრი გავიარეთ და ცოტა დაგვრჩა იმის გასაგებად თუ რას ვაპირებ ასე რომ დროებით შემდეგ შეხვედრამდე